დილამშვიდობის ისევ მოგესალმებით, როგორც შეგპირდით, ამჯერად უკვე პატარძლის ამპლუაში და ეს არის ყველაფერი მარიგოლდის და ქალბატონ თამარ ნადირაძის დამსახურება. კიდევ დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მარწმუნეთ იმაში, რომ შეიძლება პატარძელი რამდენჯერმე იყო ისე, რომ ქმარი არ შეიცვალო. ნამდვილად. მე გუნთაიშვილი რა სიტყვის ამასთან დაკავშირებით და უფრო მეტად კი კატალოგთან დაკავშირებით, რომლისას ყველა ჩვენ შევიკრიბეთ. ანუ მიდის სამზადისი. კი, უკვე ერთი თვეა დავიწყეთ ანით სამზადისი კატალოგისთვის. ეს არის პირველად საქართველოში კომპანია მარიგოლდის საქორწილო კაბების კატალოგი გამოდის. არის საფრანგეთიდან დაკვეთა, ანუ ჩვენ ხსნით იქ მაღაზიას და ანუ ეს არის წინა ეტაპი კატალოგი. კატალოგში შევა 100 სურათის, არა მარტო საქორწილო, საღამოს კაბები და საქორწილო კაბები. გოგონები არიან ძალიან ლამაზები. Fashion Charm-ის გოგონებს ხვანაირად არც ეკადრებ. თქმა უნდა, Fashion Charm-ი Geo Models-ი არის ჩვენი პარტნიორი. და ახალი სახეები, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. ჩვენი აი კომპანიის დაპირი მოთხოვნა და იდეა, რომ კატალოგში მოხვედრილიყო ახალი სახეები, ძალიან კარგია ცნობადი სახეები, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, რომ ცნობად სახეს რამდენჯერმე აქვს მორგებული საპატარძლო კაბა, ანუ პატარძალი რომ ani მინდა გითხრა, რომ ახალი უნდა ცნობადი სახეებიც იქნება, მაგრამ ამასთან ერთად იქნება ახალი უცნობი სახეებიც. მე მაინტერესებს რამდენად ცნობადი ვარ ფოტოში და დათო ხარატიშვილს ვკითხავ ზე სტუდიოს ფოტოგრაფს, რომელიც ყველაფერს იღებს, ყველაფერს იმას, რაც დღეს დილით ხდება. აბა ესე იგი ცნობადი მარტო არა, მომხიბლელი ძალიან გიხდება ეს მიკროფონი და კაბა. მიკროფონი და საპატარძლო კაბა. და სტუდიოს და დათოს კომპლიმენტებისთვის და არა მხოლოდ იმის და დავუბრუნდეთ ისევ კაბებს და თქვათ აი ამ კაბაზე რომ ვისაუბროთ საკმაოდ თამამია ჩემი აზრით დამოღებულია რაღაცა. კი, ახალი შტრიხები უკანა მხარეთ შებრუნდი მარიძვერფასო. აი ესეთია, მაგრამ მოთხოვნებია ესეთი, აი ისი გოგონების თუ სიძეების? არა, სიძეების ალბათ ნაკლებად გოგონები. არ უნდა ნახოს. ან მხოლოდ და მხოლოდ მე ურჩევ ყველა პატარძელს ანახოს კაბები ქორწილის დღეს. გამოიყენეთ ეს შანსით. ეს ხომ წესია, რომ თქვენ შეგიძლიათ არაჩვენოთ კაბა და მე რო გათხოვდებით, მე ვალდებული იქნებით უმეტეს შემთხვევაში, რომ თქვენი კაბის დიზაინი შეუთანხმოთ მეუღლებს. ამიტომ მოგიწოდებთ სიძეებო, რომ ეს უნდა რა უნდა იყოს, იცით, ანი ვარცხნილობა, მაკიაჟი, ყველაფერი იმდენად ცვლის ამ გოგონებს, რომ მოდი აი სურპრიზი დაიტოვონ და ისი ამოვნოთ. ის ერთი დღეა, დედოფალია იმ დღის და მე მინდა მათ ვთხოვ, რომ ნუ ჩაერევიან არჩევანში, ეს არჩევანი მიანდონ დედოფალს, მისი დღეა. თუმცა ასე ხშირად არ ხდება, მარტო დედოფალი არ ირჩევს. მე ვიცი რომ კოლექტიურად დადიან კაბის ასარჩევად. თქმა უნდა, ძალიან ბევრი მოდის თანხლებ პირთან ერთად, მაგრამ ეხლა ჩვენი მხრიდან არ გამოდის, რომ ჩვენ აუგრძალოთ, მაგრამ მე ამიტომ გამოვიყენებ პირდაპირ ეთერში. ძალიან უცხო დიზაინის კაბა, თუმცა ვთვლი რომ ქართული ელემენტებით, ანუ გათანამედროვებული, რაღაც აჭარულ სტილში, გათანამედროვებული. ვესალმებით ამ წამოწყებას. ბევრი ირჩევს თავისი ქორწილისთვის ქართულ ნაციონალურ ოღონდ გათანამედროვებულ საქორწილო. თუმცა უკვე დიდი ხანია მოდაში შემოვიდა სიძე ჩოხაში შემოსილი, რაღა თქმა უნდა, ძალიან კარგია თუ პატარძალი შეესაბამება და არის, მაგრამ მინდა ახსოვე აღვნიშნო, ძალიან ლამაზია ქართული ელემენტებითაც, თუმცა ჩოხა თითქმის ყველა ამ კაბებს ირგებს მეტნაკლებად, იხდეს უფრო სწორად. კლასიკაა მაინც საქორწილო კაბა და მეტნაკლებად მაინც უხდება. დიდი მადლობა. კიდევ ერთ კაბას მოვსინჯავ და აუცილებლად დაგიბრუნდებით სულ რაღაც 1 საათში. დროებით.